მაშასე, ჩვენ დღეს ისე ნიკოლას სამზარეულოში ვიმყოფებით. უგემრიელესი, ყველაზე მიმზიდველი საქონლის მკერდის ნაწილი გვაქვს, რომელიც ასკორა XL-ის აღმაშენებლის ხეივანის ფილიალში შევიძინეთ. დავიწყოთ მომზადება, ბევრი დრო რომ არ დავკარგოთ. პირველ რიგში მოვაშოროთ ზედმეტი ნაწილები ხორცს. კარამელიზაცია უმნიშვნელოვანესია, იმიტომ რომ ეს ქსოვილში რაც წვენი და არომატებია საქონლის მთლიანად შიგნით დარჩეს და გარეთ არ გამოვიდეს რუგილის შემდეგ, ჩვენ უნდა გავამდიდროთ ეს ხორცი ბოსტნეულის არომატებით. მას შემდეგ რაც საქონლის კარამელიზაცია თითქმის დასასრულისკენ მიახლოვდება, დავიწყოთ სასურველი ბოსტნეულის დამატებას. ცოტა ტკბილი და ცოცხალი გემოსთვის სტაფილო, ასევე ვუმატებთ ხმელ დაფნას, შავი პილპილის მარცვლები და თეთრი ხახვი. მას შემდეგ რაც ორივე მხარე კარგად დაიბრაწება, შეგვიძლია დავამატოთ უკვე თეთრი ღვინო. იქამდე სანამ საქონლის ხორცი სრულად მომზადდება, ჩვენ გავაკეთოთ მისადევნებელი გარნირის სახით წითელი და თეთრი კომბოსტოს სალათი. გემოების მთელი გამა არის ტაფაში მოქცეული. ეს არ უნდა დავკარგოთ, გადავწუროთ და დავიწყოთ სერვირება. მაშასე, მეტი აღქმადობისთვის მე ხა თქვენთან ერთად დავაგემოვნებ ამ კერს. გაიმეორეთ ეს რეცეპტი სახლში, მოამზადეთ და იხილეთ საოცრება.